მოგესალმებით, ვიფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ გადაცემას ახალგაზრდული პოლიტიკა და მე მის წამყვანი საფუძურებიანი ვარ. ჩვენ დღევანდელი გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო და აქტუალური თემის ირგვლივ. ეს არის საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პირობები. როდესაც თემას შევეხებით, ვისაუბრებთ პრობლემებზე, ვისაუბრებთ იმ უპირატესობებზე, ან თუნდაც იმ დაბრკოლებებზე, რაც ახალგაზრდებს რეგიონებში ექმნებათ. ამაში კი დაგვეხმარება ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი, რომელიც გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტი ბექა ექსეოლიძე. ბექა გახლავთ ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ახალგაზრდა პარლამენტარი. ბექა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ მობრძანდი, მოიცალე. და სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, მინდა კითხო შენი აზრი ზოგადად ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. რა აზრის ხარ, როგორ ხედავ დღევანდელ აქტიურობას ახალგაზრდების და ზოგადად როგორი ფონია დღეს ახალგაზრდული პოლიტიკის საქართველოში? სოფო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ამ ტიპის საქმიანობებს და ახალგაზრდულ საქმიანობებს. რაც შეეხება ჩვენ უშუალო თემას ახალგაზრდული პოლიტიკა, ეს არის მეტად სპეციფიკური თემა ახალგაზრდებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ვდგავართ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე. დღეს ახალგაზრდები ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ძალა სოციუმის საზოგადოების, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი და სწორედ ამ არჩევანზე უკვე შემდგომ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო. დღეს ახალგაზრდები ერთის მხრივ ჩართული არიან სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თვითშემეცნების ნიადაგს ადგენენ. ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ორი კონკრეტული გზა გამოვყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ახალგაზრდების მიგრაციის დონე საერთაშორისო გარეთ, ქვეყნის გარეთ. ამ თემატიკას თუ ჩვენ შევეხებით, აქ ორ უკიდურესობას და ორ მხარეს დავინახავთ. ერთის მხრივ ეს არის კარგი, ვინაიდან უფრო მეტ კვალიფიკაციას იმაღლები ჩვენი ახალგაზრდები, უფრო მეტი გამოცდილება არის, უფრო მეტი ცოდნა არის, შესაძლებლობა არის და ამ მხრივ ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ გამომდინარე ქართული რეალობიდან, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ფონიდან თუ ასე შემდგომ ძალიან რთული არის და იშვიათი არის ამ ახალგაზრდების უკან დაბრუნება ქვეყანაში და მათი გონებრივი თუ ინტელექტუალური თუ ასე ვთქვათ შესაძლებლობები ნამეთ ხშირ შემთხვევაში არ ხმარდება ქვეყანას. ეს პრობლემა არის და საჭიროებს პრევენციას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ქვეყნის შიგნით სახელმწიფოებრივ დონეზეც კი. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, დღეს ჩვენ ქვეყანას ამ კაფიოკესი აღებული მოგეხსენებათ ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი არ არის ფორმალური თეორიული მხარე და თეორიული მიდგომა და დამოკიდებულება, ეს ყველაფერი არის შინაარსობრივი ქმედებები, რაშიც ერთ-ერთი წამოყვანი მექანიზმი უნდა იყოს და იმედი მაქვს იქნება ახალგაზრდები. ახალგაზრდები ერთი მხრივ ერთგვარი კოლაფსის წინაშე დგან, ვინაიდან ძალიან მცირე და არაჯანსაღი ინფორმაცია მიეწოდებათ მათ პოლიტიკური სწავლების, პოლიტიკური მენეჯმენტის სწავლების, პოლიტიკური მმართველობის სწავლების და ამ მხრივ განათლების რეფორმები მეტად უნდა იყოს მობილიზებული და უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდების რეალობას. აქ კონკრეტულად მინდა ვისაუბრო გარემოებაზე, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო პერსპექტივაში და პრაქტიკაში. და ეს კონკრეტულად მაქვს საუბარი ახალგაზრდული დიპლომატიური პოლიტიკის, დიპლომატიური ელიტის, დიპლომატიური საზოგადოების ფორმირებას აქვს თავისი ტექნიკური მხარეებიც, აქვს თავისი თეორიული თუ არათეორიული მხარეებიც, ან შემეცნებითი თუ არაშემეცნებითი მხარეებიც. ჩვენი ახალგაზრდები განიცდიან უპირველეს ყოვლისა დიპლომატიური პრაქტიკის ნაკლებობას, პოლიტიკური პრაქტიკის ნაკლებობას. აქ გასათვალისწინებელი არის უპირველეს ყოვლისა დიპლომატიის, პოლიტიკის პროტოკოლი, ურთიერთობა, კომუნიკაცია და ეს ვთქვათ, ჯერ კიდევ ფორმების პროცესში არის ახალგაზრდული დიპლომატიური ელიტა. რეალობა ერთია, რომ ესეთი სოციუმის თუნდაც ახალგაზრდების ჩამოყალიბებას გარკვეული დრო ჭირდება, გარკვეული პროცედურების ეტაპების გავლა ჭირდება, როგორც რეფორმების გზით, ასევე თავად მენტალობის მხრივაც. ჩვენი ქვეყანა მოგეხსენებათ დაახლოებით 19 წელი არის, რაც უკვე თითქმის დამოუკიდებლად არსებობს და ცდილობს დემოკრატიული პრინციპებით თანხმობს ქვეყანაში. ეს ასახება, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ქმედებებზე, მათ საქმიანობაზე, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი არის. ის გარემოება, რომ საბჭოური მენტალობა ერთი მხრივ არაძლევდა დამოუკიდებელ თავისუფლად განვითარების უფლებას ნებისმიერ ახალგაზრდას, დღეს კიდევ თან გვდევს და გამოყოლილი არის და ისევ პაწუხებს ეს მდგომარეობა და ეს მიმართულებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდების ხვედრითი წილი და ასე ვთქვათ პრიორიტეტები და ღირებულებები ერთი მხრივ აცდენილი არის დღევანდელ რეალობებს. ჩემი აზრით, ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის. დღეს თუ ქვეყანას ჭირდება ახალგაზრდებით გვერდით დგომა ესეთ თემებზე, როგორიც არის აფხაზეთის დეოკუპაცია, ესეთი თემები, როგორიც არის სამხრეთ ოსეთის
არაღიარების პოლიტიკა და ბოლო დროს წამოიწია, ასე ვთქვათ, ეთნიკური უმცირესობების პრობლემა ქვეყანაში. ამ თემატიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდების ჩართულობა, მკაფიო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და იმ სამოქალაქო ღონისძიებებით პრევენცია თუნდაც პრობლემის, თუნდაც სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების, რომელიც ახალგაზრდება უნდა შევძლოთ. მე ერთის მხრივ წავედით მაშინ, როდესაც რუსეთი მოახდინა თითქმის 15 იანვარს აფხაზეთის სამართლებრივი იურიდიული ანექსია. ეხლა მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის იგივე ანექსია იურიდიული. მაშინ, როდესაც ქვეყანა არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ეხლა დაახლოებით 2 კვირის წინ გავრცელდა მონაცემები, როდესაც უკვე მოსახლეობაში გაზრდილი არის ევრაზიული კავშირის ინტერესთა დამოკიდებულება უკვე 20%-მდე თუ დაახლოებით 3 წლის წინ ეს იყო დაახლოებით 10%-ით ნაკლები. აი ამ ფონზე, როდესაც დღეს ხდება ქვეყნის სამომავლო მიმართულება ორიენტირი და ჩვენი შესაძლო განვითარების პერსპექტივები, ახალგაზრდება უნდა თქვა ჩვენი სიტყვა. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ერთგვარი სისუსტე და გვაქვს ნეგატიური და სუსტი დამოკიდებულება, ვინაიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაურბის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას. ერთის მხრივ თავს იკავებენ, მეორეს მხრივ ეს ყველაფერი თუ შენ საზოგადოებრივ და ასე ვთქვათ სამოქალაქო საქმიანობაში ხარ ჩართული, საქართველოში არსებული მენტალობიდან შეხედულება გამომდინარე ასოცირდები რომელიმე პოლიტიკურ ან რომელიმე სუბიექტთან და ეს მომენტი ძალიან აფერხებს ახალგაზრდების საქმიანობას სამოქალაქო სექტორში. თუმცა ერთ-ერთი მივესალმები იმას, რომ ბოლო პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გააქტიურდა ქვეყანაში. დღეს თუ არის მაგალითად ოკუპაციაზე თემატიკა და თუ არის ამ მხრივ საქმიანობა დაწყებული, ან თუნდაც შეიძლება იყოს აქციის ფორმატში, ან კონფერენციის ფორმატში, ან თუნდაც ეს იყოს რაღაც დამკვირვებლების მოზიდვის ფორმატში, დღეს ახალგაზრდები ერთის მხრივ ჩვენ სიტყვას ვამბობთ. მე არ დამორწმუნდება ახალგაზრდა პარლამენტის საქმიანობა, როდესაც ჩვენ სწორედ აი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სამოჩალოში დიდ სიდვანში ატოცში მუდმივად ჩავდიოდით, მუდმივად ქონდა შემეცნებითი ღონისძიებები, ხასვეთი ღონისძიებები. გავაკეთეთ ის იქ ერთ-ერთ სკოლაში, დვანის სკოლაში, დამწვარი ბიბლიოთეკა ან წიგნები ჩავიტანეთ და ძალიან აი ამ მხრივ ასე ვთქვათ, წვიმანი სამოქალაქო აქტივიზმი ჯერ კიდევ ცოცხალი არის და მას ჭირდება განვითარება. ამ ეტაპზე შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ხედავ საჭიროებას, რომ ყველაფერში ჩაერთოს, როგორც თითქმის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხელშეწყობა და мотиваცია ჭირდება ახალგაზრდებს. სახელმწიფომ არ უნდა შევქმნას დემოტივაცია, პირიქით უნდა შევუწყოს და ყველა ის რესურსი და მექანიზმი უნდა მიაწოდოს, რომ ახალგაზრდამ თავის რეალიზება მოახდინოს. შეძლოს ერთის მხრივ სახელმწიფოსათვის და ქვეყნისათვის სახელმწიფოებრივი ინტერესთან გამომდინარე საქმიანობის წარმართვა, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ თვითგანვითარების ასე ვთქვათ, მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელოს. მე მოხარული ვარ ერთ-ერთი პროგრამის, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული პოლიტიკის დამკვიდრებას ასე ვთქვათ, საჭიროებს. თუმცა ერთის მხრივ ეს ყველაფერი ერთგვარად ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ეს ყველაფერი საწყის ეტაპზე იქმნება და შემდგომ ის რეალიზება და საბოლოო შედეგამდე მიიყვანა ძალიან რთული არის. როგორ ფიქრობთ, საბოლოო შედეგამდე მიიყვანა ხო არის დამოკიდებული მაგალითად ახალგაზრდებს ეც, თქვათ, სახელმწიფო ეხმარება იმაში, რომ მათ აძლევს საშუალებას, თქვათ, პროექტის სახით ან რაღაც კონფერენციის სახით თუ რაც იქნება, აძლევს ახალგაზრდას საშუალებას, მაგრამ შემდეგ ფორმალობით თქვენი არ იყოს რაღაც თავდება და აღარ გრძელდება. ანუ ამ შემთხვევაში мотиваციის ნაკლებობა უფროა თუ ხელშეწყობა წყდება. ზოგადად ახალგაზრდების мотиваციას განაპირობებს, დემოტივაციას მოსავთ, ემოტივაციას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი. დღეს, როდესაც ახალგაზრდები დაკავებულები არიან ერთის მხრივ თვითგანვითარებაზე, მეორეს მხრივ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და ფიზიკურ არსებობასაც კი რეგიონებში, ამ მხრივ მეორეხარისხოვანი ან მესამეხარისხოვანი არის აი ესეთი საქმიანობების მრავალჯერადობა, მათი განვითარება და უფრო აქცენტი და აპრიორი მათთვის ხდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა ფონის გაუმჯობესება და აი ამ ფონზე სწორედ ერთის მხრივ არ აქვს мотиваცია ახალგაზრდებს. და სახელმწიფომ ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოს აი თქვენაც ახსენეთ სოფო ესეთი პროგრამის მიწოდება და შესაძლებლობის არიალის გაფართოება და მეორეს მხრივ უნდა შექმნას პლატფორმა ამ ადამიანებს, რომ აი ამ ყველაფრის სურვილი გააჩნდეთ, ამ ყველაფერში ჩართულები იყვნენ მაქსიმალურად და მთელი თავის რეალიზება მოახდინონ და არ ქონდეთ ამ შეზღუდვა სხვა პრობლემის გამო. და ამ მხრივ რა ვიცი, დასახვეწი არის ერთის მხრივ და ასე ვთქვათ, მოსაგები არის კონკრეტულ რეალობას, კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა. დღესდღეობის მე ერთის მხრივ არ მივესალმები სიმართლე გითხრათ, ჩემი სუბიექტური აზრი არის ისეთი საერთაშორისო დონორების და ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომელთა მიმართულება, რომელთა ღირებულებები, რომელთა ფასეულობები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად ასე ვთქვათ
საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და მათ მიერ დაფინანსებული, მათ მიერ გაწეული გრანტები მიბადებს, ასე ვთქვათ, რომ საქმიანობას არ ხმარდება ადეკვატურად. პრობლემა არის ის, რომ არ არის კონტროლირებადი არასამთავრობო სექტორის საქმიანობა ერთი მხრივ სახელმწიფო დონეზე. კი, ეს არის არასამთავრობო სექტორი, მაშინ არ უნდა ერევდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდგომ, მაგრამ ძალიან დიდი ეს საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საზოგადოება თუ ზუსტად თვალნათლივ არასამთავრობო სექტორი და ახალგაზრდების ასე ვთქვათ თვითშეგნილ და საქმიანობა შეეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს. ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორი, როგორც ასეთი არასამთავრობო სექტორი ხაზს უსვამ დამოუკიდებელია. ის მას არანაირი კონტაქტი არ უნდა ქონდეს გარდა პროექტებისა. ძირითადად, როდესაც მე მქონია შეხება, არასამთავრობო სექტორი თავს იმართლებს, შეიძლება ხომაღალი თქვამია, მაგრამ ეგრე ხდება, რომ მან აიღო სახელმწიფოსგან რაღაც კონკრეტული პროექტი და ამ კონკრეტული პროექტის მიიღო ის დაფინანსება. და რეალურად შეიძლება ამის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ანუ ამის აღმოფხვრა შეიძლება ხალხი ამას ვერ ხვდებოდეს კიდევაც, როდესაც გონია რომ არასამთავრობო სექტორი რეალურად არის სახელმწიფოს ხარჯზე, რეალურად რაც არის კანონით დაკრძალული, მაგრამ ამას ამართლებს იმით, რომ რაღაც გარკვეული პროექტის გრანტია. ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში არაფორმალური მიკუთვნებულობა გარკვეული არასამთავრობო ჯგუფს აქვს და არის პოლიტიზირებული ერთის მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. გეთანხმებით იმ ფაქტში, რომ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს პირდაპირ და უშუალოდ გაცხადებული და კარგად შეფუთული პოლიტიკური საქმიანობას ეწევიან დღეს კიდევ არასამთავრობო სექტორი საქართველოში. იმასაც დავამატებ, რომ არასამთავრობო სექტორი ეს არის ხალხთან მუშაობის და ხალხის ასე ვთქვათ განმოგვირების და ხალხის მობმის ძალიან კარგი მექანიზმი ჩვენ ქვეყანაში, მიუხედავად იმის რეალობის გათვალისწინებით, რომ დღეს საზოგადოება ნაკლებად გამოირჩევა ანალიტიკური ან კრიტიკული შეხედულებით ამა თუ იმ სუბიექტის მიმართ. ამაზე შეგვიძლია ცოტა ვისაუბროთ უკვე სხვა გადაცემაშიც. და აქედან გამომდინარე მიმართ ერთი მხრივ ფორმალურად უნდა ხმარდებოდეს საქმეს, თუმცა არასამთავრობო სექტორი ეს ის სექტორია, რომელიც უნდა ცდილობდეს საკუთარი შესაძლებლობებით და არანაირი პოლიტიკური გავლენით, არანაირი პოლიტიკური მიკურთხებულობით ცდილობდეს საზოგადოებრივ ფონის შეცვლას და უკეთესკენ განვითარებას. და ამ მხრივ დასახვეწი არის არასამთავრობოების ასე ვთქვათ, არასამთავრობო მუშაობა სახელმწიფო მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა ბექა, გეთანხმებით. ეხლა რეგიონები ვახსენეთ და გადავიდეთ ჩვენს თემაზე. ჩვენ და ვისაუბროთ ძალიან ბევრ საკითხზე, რეალურად რაც შეიძლება ვერ მოხერხდეს დღეს ბოლომდე, მაგრამ ასე თუ ისე მონახაზი გავაკეთოთ იმაზე, რაც არის დღეს დიდი პრობლემა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები და ყველაზე კარგი სიტყვა თვით რეალიზაცია და ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რეგიონები არის ყველაზე ასე რომ ვთქვათ საჭირო მხარეები, რომელსაც ძალიან დიდი მწვნის შეტანა შეუძლია დღეს ქვეყნის ვთქვათ გეოპოლიტიკურ თუ ზოგადად საერთაშორისო მასშტაბებში რაღაც პროცესებში, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, მინდა შევეხოთ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდობას, მათ შესაძლებლობებს, საშუალებებს და პრობლემებს. მაგრამ სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ ჩვეულებრივად ახალგაზრდებზე, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ, ესენი არიან მოსწავლეები, აბიტურიენტები თუ უკვე სტუდენტები, რომლებიც წამოსული არიან რეგიონებიდან და ისეთი კრიტიკული თემა და საკითხი მომიხსენოთ, რომ ეს გახავთ. მინდა ვისაუბროთ ჯერ განსაკუთრებული საჭიროების სკოლის პირებზე, რომელიც შეიძლება არ იყოს მხოლოდ შემოყვე, შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველი, შეიძლება იყოს დევნილი, ტოლილი, ჯერებითი გადადგებული პირი და ასე შემდეგ, ხო? ანუ მაინტერესებს როგორ განიხილავ ანუ ამ ჯგუფს ერთად რამდენიმე 5 მიმართულება. მინდა განიხილო ზოგადად ეს ჯგუფი და უკვე ვისაუბროთ ზუსტად ამ პრობლემებზე და შემდეგ გადავიდეთ. გასაგებია, სოფო თავდაპირველად მოდი იმასაც ვიტყვი, რომ აი რეგიონებში მცხოვრები დევნილების თვითრეალიზაციისა და განვითარების მხრივ საქმეობა დაწყებული არის საქართველოში წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ 2000 წლიდან, როდესაც გაეროს 1000 რეგიონის ასამბლეაზე საქართველოს მოგეხსენებათ ხელი მოაწერა 8 პუნქტიან ეგრეთ წოდებულ ვალდებულებას, რომელშიც ერთ-ერთი პუნქტი ზუსტად იყო რეგიონებში, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება, მათი სამოქალაქო დონის წინაპრაზე წამოწევა და ჩართულობა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საქმიანობაში. ამ ყველაფერს ასევე თანაცდებდა უკვე 2005 წელს მოგეხსენებათ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მხედველობაში მაგ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის დანერგვა, მას მოყვა უკვე შემდგომ მასწავლებლების კვალიფიკაციის გამოცდები თუ ასე შემდგომ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ხრივ შეგვიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ, როგორც სახელმწიფო დონეზე, ადგილობრივ დონეზე თუ საერთაშორისო დონეზე. თქვენ წარმოიდგინეთ 2008 წელს იაპონიის მთავრობამ $1,200,000 კი გამოყო, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი და თქვენ რომელია ასე ვთქვათ სეგმენტებზეც ისაუბრეთ, ეს ადამიანები ყოფილიყო ასე ვთქვათ სოციალიზირებული ყოფილიყო, ასე ვთქვათ წინაპრაზე წამოწეული და ქონდა თავის თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ეს პრობლემა სოფლიო ბანკის პატრონაჟით განხორციელდა და დასრულდა 2014 წლის ბოლოს. მე მის შედეგებს გადავხედე, თუმცა ერთი მხრივ კი გავლენა იქონია, რაღაც თემები შეიცვალა უკეთესობისკენ, თუმცა რა არის რეალური ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია ეს.
რაც შეეხება შენ შეკითხვას ადამიანთა თვითრეალიზაციაზე საუბრისას უმჯობესი იქნება თუ თვითრეალიზაციას ორი მიმართულებით განვაზოგადებთ. ეს გახლავთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პიროვნული თვითრეალიზაცია, ადამიანის იმ პიროვნული უნარჩვევების, თვისებების, მახასიათებლების ერთ-ერთი გათვითცნობიერება თვითონ ადამიანის ინდივიდის მიერ და შემდგომ ეს გამოვლინება და ამ ქმედებებით საკუთარი თავის დამკვიდრება საზოგადოებაში, ეს ცალკე თემატიკაა და მეორე თვითრეალიზაციის მიმართულება ეს გახლავთ პროფესიული თვითრეალიზაცია. ანუ ის გამოცდილებით სოდნის საქმიანობის ასე ვთქვათ, გამოვლინება, საკუთარი თავის დამკვიდრება, კარიერის აწყობა და ამ ხრივ საქმიანობა უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში. ერთ რამს დავამატებ, რომ აი ამ ორ მიმართულებას სჭირდება კონკრეტულად თითოეულ მათგანზე მიმართული პროგრამები და პროექტები, რომელიც უშუალოდ უნდა იყოს მიმართული თითოეულ სპეციფიკის მიხედვით. დღესდღეობით რაც მე გადავხედე და რაც მე ასე ვთქვათ ამ პერიოდში მქონდა შეხება რეგიონებთან და პროგრამების, ასე ვთქვათ, ჩემ თავზეც კი გამეხორციელება რამოდენიმე, ყოველთვის იყო ზოგადი ხასიათის მატარებელი პროგრამა, რომელიც თავის-თავში ითვალისწინებდა ერთი მსხრივ თითქმის ყველა სოციალურ ფენას. ეს არ იყო ეფექტური იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ ასე ვთქვათ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი სეგმენტ ჭირდება გარკვეული განსხვავებული სპეციფიკური მიდგომა საქმიანობისას, თუ გინდა რომ ჩვენ შედეგზე ვისაუბროთ და რეალობისკენ უფრო უკეთესობისკენ შევცვალოთ. და ამ ხრივ ჯერ კიდევ ბევრი თუნდაც რეფორმა, თუნდაც პროგრამა დასახვეწი არის. მე ყოველთვის ამ თემებზე საუბრისას, თვითრეალიზაციაზე საუბრისას უმჯობესი იქნება თუ გამოყოფთ და განვაზოგადებთ ამ სეგმენტებს საზოგადოებაში. მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა სოციალურად დაუცველი პირები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, იზოლირებულ გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოლო ეტაპზე წინაპრებზე წამოიწია პრობლემებმა ეთნიკურ უმცირესობებში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და ასევე მაჭარის მაღალმთიან რაიონებში. აგრეთვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ შესაძლებელი მქონე პირებზე, აგრეთვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ უკვე გენდერულ სტერეოტიპებზეც კი, რომელიც საყოველთაო პრობლემას წარმოადგენს. აქვე მას აღნიშნა, რომ თითოეული სეგმენტი საჭიროებს ისეთი პროგრამის შექმნას, რაც უკვე ვახსენე, რომელიც სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მათგანის საჭიროება, თითოეული მათგანის რეალობა, თითოეული მათგანის მოთხოვნილება და შესაბამისად უნდა იყოს მორგებული პროგრამა ამ სეგმენტებზე და ამ ადამიანებზე. და არა ადამიანები უნდა იყოს მორგებული პროგრამას. ეს არასწორი მიდგომა არის. ერთის მხრივ ჩვენ რომ ეს სეგმენტები თითოეული მათგანი განვიხილოთ, აღმოვაჩენთ რომ არსებობს ისეთი ზოგადი პრობლემები, რომლებიც თითოეულ მათგანს აწუხებს. და ეს არის ერთი მხრივ შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემები, რომელზეც როგორც ზრუნავსა და უნდა ზრუნავდეს წესით სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორსაც ჩვენ ვისაუბრეთ და საერთაშორისო თანამეგობრობაც კი. უშუალოდ კონკრეტულად რომ შევეხოთ სოციალურად დაუცველ პირებს, ერთ მაგალითს მოვიყვან წელს მერიის მიერ არაჯანსაღი მიდგომა არის სიმართლე გითხრათ ამ სეგმენტის მიმართ. მაშინ როდესაც წელს ზაფხულის ბანაკებში მერის მიერ სოციალურად დაუცველი, მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე კეთება აქცენტი ისიც 51,000 ქულამდე, სკალებული ქულამდე არსებული პირთა მიმართ. ეს არ აყენებს ერთი მსხვილ თანაბარ პირობებში ამ ადამიანებს და ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა, როდესაც შენვალდებული ხარ უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის ფონი შექმნა. სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებს ერთის მხრივ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვთ. ისინი გარდაცვლილი არიან უშუალოდ აი ამ ყოფითი პრობლემების მოგვარებას და ყოფით პირობების გაუმჯობესებაზე. მათთვის უკვე მეორე ან მესამე ხარისხოვანი არის თვითგანვითარება, თვითრეალიზაცია. ისინი დაკავებულები არიან ერთი მსხვილ რეგიონებში სამეურნეო საქმიანობებით, რათა ფიზიკურად იარსებონ ამ ადამიანებმა და მათთან ძალიან რთული არის ისეთ თემებზე საუბარი და ისეთ საქმიანობაზე საუბარი, რაც არის თუნდაც სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური პროცესების ჩართულობა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და ამ ხრივად დასახვეწი არის ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება მათ გააქტიურებაზე. ბექა, განსხვავება მინდა დავინახოთ ხალხს და მაყურებელს, ახალგაზრდებს, რომ მაგალითად რეგიონებში მცხოვრები, თუნდაც შეშემოყრილი, თუნდაც სოციალურად დაუცველი პირი. ქალაქში თითქოს მათ უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ თავიანთი თავის რეალიზაცია მოახდინონ და ამით ალბათ. რეგიონში ძირითადად ახალგაზრდები არიან სახლში. მათთვის არ ტარდება თუნდაც ელემენტარული შეჯიბრებები, თუნდაც ინტელექტუალური, თუნდაც სპორტული, თუნდაც რაღაც სახის კულტურული ღონისძიება. ამ შემთხვევაში მინდა შევეხოთ თან პარალელურად რეგიონულ ცენტრებსაც, რომლებიც უშუალო ვალდებულებას იღებენ, რომ ეს პროექტები თქვათ სახელმწიფოს დავალებით ან თუნდაც თვითონ ინიციატივით ახალგაზრდების გააკეთონ და ასე რომ ვთქვათ შედგეს რაღაც, რაც მათ დაეხმარება, რომ რეალიზაცია მოახდინონ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სათხედავს სახელმწიფოში, იმ რეგიონულ ცენტრში თუ თვითონ мотиваციის ნაკლებობაა თუნდაც ამ კონკრეტული პირების. სოფო კარგი კითხვაა. ბოლო მერვე რეგიონული ცენტრი გაიხსნა რაჭაში 2013 წელს, ჯერ კიდე ვარძელაშვილის მინისტრობის დროს.
რეგიონული ცენტრები გაიხსნა ერთი მხრივ სახელმწიფო დაკვეთით და მეორე საერთაშორისო ფონდების დაკვეთით. მათი უშუალო მიზანი და მათ არც წარმოადგენს იმ პროგრამების მიწოდება რეგიონებისათვის, რომელიც გააქტიურებს საზოგადოებას ერთი მხრივ, მაგრამ გეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ერთი მხრივ ატარებს ფორმალურ ხასიათს. თუ ადამიანს არ მოუგვარდა, არ დაუკმაყოფილება ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, თუ მას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ინდონეზია არ აქვს განვითარებული, რომ მას უღირდეს აი ესეთ საქმიანობაში ჩართულობა, დამიჯერეთ, ძალიან ნაკლები мотиваცია იქნება ასეთ საქმიანობის. ამიტომაც არის, რომ დღეს ახალგაზრდები ერთგვარ პასიურობად გამოირჩევიან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობით. რაც შეეხება აი სახში ყოფნას, აი ესეთი გასართობი შემეცნებითი პროგრამების ნაკლებობას, 2014 წელს მხოლოდ 8 ასეთი პროგრამა განხორციელდა სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. ეს არ არის საკმარისი, რეგიონები ეს უნდა იყოს ერთგვარი წამყვანი ძალა საქართველოში. ის ფაქტი, რომ რეგიონები და ახალგაზრდები გაედინებიან როგორც ქვეყნის გარეთ მიგრაციით, ასევე საქალაქშორისო ცენტრალიზებულ რაიონებში და უკვე მათ სტაბილური დარჩენა როგორც ერთგვარი ასე ვთქვათ ჭვალებში ჩასმული აქ ხდება, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. რეგიონში ადამიანის და ახალგაზრდის მით უმეტეს დაკავება როგორც საქმიანობით, ასევე განათლებით და ზოგადად ეს ვთქვათ, რომ ადამიანის უღირეს რეგიონში ცხოვრება, მას გარკვეული სხვაგვარი საქმიანობა და სხვაგვარი პროგრამით მიწოდება სჭირდება. ეს ყველაფერი ერთი მხრივ დაწყებული არის, თუმცა არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. ჯერ კიდევ ეს ყველაფერი დაიწყო 2005 წლიდან, 2006 წლიდან, როდესაც ახალგაზრდული პოლიტიკის დანერგვა რეგიონებში დაიწყეს მაშინდელმა ხელისუფლებამ. თუმცა აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ დღეს როგორც კერძო სექტორი, ასევე საჯარო და სამთავრობო სექტორი არ არიან აქტიურად დამოკიდებული და ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენენ აი ამ სეგმენტების მიმართ რეგიონებშიც კი. ის ფაქტი, რომ მეტად დეცენტრალიზირებული არის უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში, ის ფაქტი, რომ პროფესიული სასწავლებლები არ არის განვითარებული, არ ხდება მათი პოპულარიზაცია, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების სამუშაო ყოფილი ცხოვრებითაც პირობითაც საკმაყოფილებლად უწევთ ქვეყნის გარეთ მუშაობა, ის ფაქტი, რომ ძალიან დაბალი არის და საერთოდ ვთქვათ 3%, 100-დან 3% უდრის დასაქმებად რეგიონებში. ის ფაქტი, რომ მცირე ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, საშუალო მრეწველობა დღეს არ არის განვითარებული და უნდა განვითარდეს, ახალგაზრდას არ აძლევს არანაირ мотиваციას, რომ ადგილზე იყოს და ესე ვთქვათ, თავისი ძალებით ეცადოს რაღაცის შეცვლას. მას ჩვენ რაც უნდა ესეთი გასართობი შემეცნებითი პროგრამა მივაწოდოთ, თუ მას ძირებული ფუნდამენტალურ პრობლემებს ჩვენ არ აღმოვუხვრით, ან იმ გზებს არ მივაწოდოთ, რომელიც დაეხმარება მას ამ პრობლემის აღმოფხვაში, ხო, ეს იქნება ფორმალური საქმიანობა ნებისმიერი თუნდაც ორგანიზაციის გახსნით რეგიონში. აქ აქცენტი მაქვს გაკეთებული რამოდენიმე რეალობაზე და კიდევ ერთი რამ რომ არ გამოჩნდეს, ძალიან დიდი პრობლემა არის ენის ბარიერი ეთნიკურ უმცირესობებში, სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლის რეგიონებში. მათ აი ამ ენის ბარიერის გამო უჭირთ ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში, უჭირთ ერთი მსხვილ ურთიერთობა, უჭირთ ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმში და სამოქალაქო საქმიანობაში და ეს უჭირს ერთგვარად მათ დემოტივაციის ფაქტორს, რომ ისინი არ იყვნენ, ასე ვთქვათ, ერთი მსხვილ გარიყულებიც კი საზოგადოებისგან. და მაშინ როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს უშუალოდ მიმართული იმაზე, რომ მოახდინოს ერთგვარად ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობის, ნებისმიერი ასე ვთქვათ, სეგმენტის, ნებისმიერი სოციუმის წარმომადგენლის ერთ სახელმწიფო მექანიზმში მოქცევა, ინტეგრაცია და თანაცხოვრება. ეს პროგრამები არის დღეს გასააქტიურებელი. ის რაც ასე ვთქვათ, ქართული ენის სწავლების პროგრამა ჯერ კიდევ წინამთავრობის პერიოდში დაინერგა ამ ეთნიკურ უმცირესობების სკოლებში, არ არის საკმარისი და ეს შესუსტებული მიდგომას და სიცოცხლის უნარიანობას აი ეს რეგიონები. რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებს ეს და მოდი შევეხებით სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მძლავრად არის სახელმწიფოში. აქვე მახსენდება ფაქტი, ასე ვთქვათ, ერთგვარად პოლიტიკური პროცესების შეცვლას ჭირდება 40 წელი ასეთი აღებული პერიოდი არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პრაქტიკაში. 40 წელი დაჭირდა ბერლინის კელის დანგრევასაც, 40 წელი გრძელდებოდა, ასე ვთქვათ, თუნდაც მოსემრავლებლობაში 40 ატარა ეს, ანუ 40 წელი არის აღებული სიმბოლურად, რომ საზოგადოების ფორმირება მოხდეს, როგორც პოლიტიკური ფორმირება, როგორც ეკონომიკური ფორმირება და ზოგადად სამოქალაქო სექტორის ფორმირება. ჩვენ ამ პროცესით ნახევარი გავიარეთ. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, ისეთი პლატფორმა, რაც ამ დარჩენილ პერიოდს უფრო შედეგენ, უფრო პროდუქტიულს მოგცემს და არ გვექნება ჩვენ მოსახლეობის რიცხვის კლება, რომელიც შეინიშნება ბოლო პერიოდში მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. და ეს ხდება ქვეყანაში ახალგაზრდების მიგრაციის გამო. რაც შეეხება
იძულოდ გადაადგილებული პირებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ეს ძალიან სპეციფიკური თემა არის. არ არსებობს საქართველოში ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრები. მოდი აქედან დავიწყოთ. ეს ადამიანები ძალიან დიდი, თავდავით იმას, რომ ძალიან დიდი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ ამავდროულად ისინი განიცდიან ძალიან დიდ ზეწოლას, ძალიან დიდ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ტრამვას განიცდიან, რომელიც უნდა იყოს აღმოფხვილი, უნდა იყოს მასზე რეაგირება, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი დღეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა. ეს ყველაფერი დღეს არის იმ სტრუქტურების, იმ სამთავრობო სტრუქტურების, რომლებიც უნდა მუშაობდეს წესით დევნილებისა და ამ თემატიკაზე. დევნილების ცუდი სიტყვა იძულებით გადაადგილებული პირების. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს ყველაფერი არსებობს ფორმალურად, არის სახელმწიფო გრანტები გამოყოფილი, არის ინსტიტუტები ამ ყველაფერზე, თუმცა იგივე პრობლემა არის, რაც იყო წლების წინ ამ ახალგაზრდებში. საზოგადოება იცვლება, დემოგრაფიული და ასე ვთქვათ, განსახლების არეალით იცვლება სახელმწიფოში, ეს ერთი მხრივ გამოწვეულია ჩემი აზრით, ზუსტად უმაღლესი სასწავლებლო დაწესებულების ცენტრალიზაციით, რაც და ცენტრალიზაცია უკვე იწვევს, ასე ვთქვათ, გადინებას რაიონებიდან და რეგიონებიდან ახალგაზრდების სწავლების მიმართულებით, თუმცა აქაც ძალიან დიდი პრობლემა არის თავად განათლების მექანიზმებში. ძალიან ხშირად აი ამ თემაზე საუბრისას ამბობენ, რომ ადამიანის თვითრეალიზაციას პრობლემას უქმნის განათლების არარსებობა, თუმცა ამას არ ვეთანხმები. მე მიმაჩნია, რომ აქ პრობლემა არის იმ გზებისა და მეთოდებში, რომელთაც განათლების მიწოდება ხდება. ანუ რა მაქვს ხედველობაში ძალიან დიდი და ცუდი სტერეოტიპი ისევ არსებობს ამგზელობითი დამოკიდებულების, ჯერ აქედან დავიწყოთ ყველაფერი, ან სკოლამდელი დაწესებულებებიც კი. ამგზელობითი დამოკიდებულებაში, არაჯანსაღ დამოკიდებულებაში გულისხმობ უშუალოდ მშობლის, გავლილი ნათესავის დამოკიდებულებას, რომელიც ახალგაზრდას სუბიექტურად განუსაზღვრავს თვითონ საკუთარ როგორც პიროვნულ ორიენტაციას, ასევე პროფესიულ ორიენტაციას. შესაბამისად, გვაქვს რეალობა, რომ ახალგაზრდები ამ შემთხვევაში საერთოდ აცდენილი არიან იმ მიმართულებას, რომელიც რეალურად მათი არის, რომელიც რეალურად მათ სურს, რეალურად მათი მიზანი არის, მათი საქმიანობა რეალურად რაც მათ შეუძლიათ. აი ამ რეალობიდან ამ ფონიდან გამომდინარე არ ხდება ახალგაზრდების თვითგანვითარება, არ ხდება ნაკლებად ხდება სოციალიზაცია და ახალგაზრდებს უწევთ თავიდან გაიარონ ეს ეტაპები. მაშინ როდესაც ახალგაზრდა უნდა იყოს დამოუკიდებელი, თვითონ უნდა წყვეტდეს უკვე აი ამ ასაკში უკვე საუბარი მაქვს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და ასე ვთქვათ, აი ამ სეგმენტზე, თვითონ უნდა წყვეტდეს დამოუკიდებლად ეს ახალგაზრდა თუ რა სურს, რა პროფესიის დაუფლება სურს, რა საქმიანობა სურს, რომ გააგრძელოს და ასე შემდგომ. ამ ყველაფერში ხდება ესეთი სტერეოტიპული ჩარევები, რაც ჯანსაღად ხელს უშლის ადამიანების თვითრეალიზებასთან და განვითარებას. ეს ერთი ფაქტორია, რომელიც დაუცილებლად საჭიროებს ამის პრევენციას. დღესვე ეს უნდა იყოს გადაწყვეტილი, გადაჭრილი. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პრობლემა არის ახალგაზრდების ასე ვთქვათ სწავლების მიმართულებით სხვადასხვა ალტერნატივების. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დღეს ყველა სურს იყოს თავისი შვილი ან ახალგაზრდა იურისტი, ექიმი და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი დაფასებული პროფესიებია. თუმცა ფაქტი და რეალობა ის არის, რომ დღეს ძალიან საგრძნობა ჭირს საზოგადოებაში პროფესიონალები, ასე ვთქვათ, პრაქტიკული საქმის კეთებელი ადამიანები, ახალგაზრდები. განვიცდით პროფესიონალი კადრების ნაკლებობას, განვიცდით ეს გამოცდილების მქონე ადამიანების ნაკლებობას, განვიცდით ადამიანების ნაკლებობას, რომლებიც ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად საქმიანობენ, არიან შემოქმედი თუნარიანები. დღეს ასეთი რეალობას რო გადავხედოთ, აი რატო ხდება ნეპოტიზმი, რატო ხდება ასეთი გაურთვალისწინებელი, გაურკვეველი ქმედებები, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე შიდა ადმინისტრაციულ დონეზეც კი რეგიონებში. რომ დღეს არაპროფესიონალი კადრები სამწუხაროდ საქმიანობენ, ჩვენი პრობლემა გვაქვს ერთი მხრივ ახალგაზრდებში, როგორ ვთქვათ, მათი პროფესიული კვალიფიკაციის ნაკლებობის, რაც ვრინდება, როდესაც აი მაგალითად როდესაც საქართველოს შემოედინება უცხოური კაპიტალი, ყოველთვის არის მოთხოვნა ესეთ პროფესიულ კადრებზე. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ახალგაზრდები არ არიან დასაქმებული ამ სამუშაო ადგილებზე და რატო? ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანები არ არიან კვალიფიციური კადრები. მე მახსენდება ეს ბათუმი, თბილისი, სარკინიგზო მაგისტრატის მშენებლობა, რომელიც ინდური კომპანია ხორციელებს ამ ყველაფერს და თავდაპირველად სამშენებლო აი ამ პროცესებში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ძირითადად ახალგაზრდები, ჩვენი თაობის ახალგაზრდები, თუმცა რამოდენიმე თვეში საჭირო გახდა მათი ჩანაცვლება უცხოელი საერთაშორისო ასე ვთქვათ სპეციალისტებით, რომლებიც უფრო კონკრეტულიანები იყვნენ, მეტი გამოცდილება ჰქონდათ, უფრო სპეციალური გამოცდილება ჰქონდათ და ამ ადამიანების ასე ვთქვათ პრობლემიდან გამომდინარე და რეალობიდან გამომდინარე ჩამოშორება მოხდა საქმიანობას.
ნუ აღარ ვისაუბრებ ქვეყანაში შექმნილ უმუშევრობის ფონზე, ეს ძალიან რთული თემაა და აქ დაუყოვნებლივ რეაგირება საჭიროების სახელმწიფოს მხრიდან რაც თავარი არის. თუმცა ისევ რომ გავაკეთოთ აქცენტი ახალგაზრდებზე, აუცილებლად საჭირო არის ქვეყანაში განვითარდეს პროფესიული სასწავლებლები. მოხდეს მათი პოპულარიზაცია, რაც მთავარი არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ ჩვენი მშობლების თაობაშიც კი. რათა მეტი მოტივი გაუჩინონ აი მშობლების თაობამ ახალგაზრდებს, რომ პროფესია შეისწავლონ, დასაქმდნენ, შემდგომ თავისი პროფესიით იყვნენ კონკრეტულარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მაშინ როდესაც ჩვენ ევროკავშირისგან გვაქვს ეკონომიკური გეზის აღებული და უსურვოთ რომ სავაჭრო გაერთიანების წევრი გავხდეთ, ეს ყველაფერი მოითხოვს თავის სტანდარტებს. სტანდარტების მიღწევა და შეიძლება მხოლოდ კონკრეტულარიანი პროფესიონალი კადრებით და მათი საქმიანობით. ეს ყველაფერი კი დღეს საჭიროებს რეაგირებას, ვინაიდან ჩვენ ძალიან მალე დარწმუნებული ვართ, გავხდებით იმ კონკრეტულარიანი გარემოს, ეკონომიკური გარემოს წევრი, სადაც აქცენტი გაკეთება ინდივიდის პროფესიონალიზმზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე და შედეგზე. დღეს ნაკლები ყურადღება ეთმობა როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში ახალგაზრდების საქმიანობაში ჩართულობის მიმართულებას. მეხედველობაში მაქვს თუნდაც აი სტაჟირების მიმართულებას, მეხედველობაში მაქვს ისეთი ვაკანსიებსა და ისეთი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში, რაც ნაკლებად პროფესიონალურ კაცს მიცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ამ ვაკანსიებში, მიიღოს გამოცდილება, პრაქტიკა შეიძინოს საქმის წარმოების პროცესში და უფრო კონკრეტულარიანი იყოს. ეს პრაქტიკა არ არის საქართველოში განვითარებული. დღეს მოთხოვნა არის მხოლოდ პროფესიონალ ადამიანებზე, ვისაც აქვს 13 წლის გამოცდილება, ვინც იცის 3 უცხოენა და არაჩანსაღი კრიტერიუმები არის კადრების არჩევის ერთი მხრივ. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თუნდაც კერძო სექტორში კომპანიები, ორგანიზაციები შექმნიან ისეთ პლატფორმას, რომ აი ესეთ ადგილობრივი რეგიონალური ორგანიზაციებიც კი, რა თქმა უნდა, აქცენტი უნდა გაკეთდეს რეგიონებზე, სადაც ძალიან დიდი შანსი არის სოფლის მეურნეობის განვითარების. თუ ეს სუბიექტები განახორციელებენ მიდგომას და აი თავიდან რაც ვისაუბრე განათლების მიწოდების მიდგომაში. თუ მიდგომა მათი იქნება შემდეგი, რომ მიცემენ ნაკლებად პროფესიონალ კადრს შესაძლებლობას, რომ შედარებით ნაკლები ვალდებულების თანამდებობაზე ასისტენტად, თანაშემწედ ის ჩაერთოს აი ამ ორგანიზაციულ საქმიანობაში, ერთი მხრივ დასაქმდება ეს ახალგაზრდა და ეს ადამიანი, მეორე მხრივ ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს საქმეში დახელოვნდება და იქნება პროფესიონალი. აი ეს კულტურა ჩვენ თუ დამნერგავთ ქვეყანაში, ბევრად უფრო კვალიფიციური კადრები გვეყოლება. და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, წინაპრაზე წამოიწევს პროფესიული სასწავლებლები და ზოგადად აი ეს თემატიკა საქართველოში. ის ფაქტი, რომ დეცენტრალიზაცია ხდებოდა ერთი მხრივ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, აქცენტი კეთდებოდა სწორედ ნაკლებ მიგრაციაზე ახალგაზრდების რეგიონებიდან. ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის პერიოდში იყო უფრო მეტი დეცენტრალიზებული სასწავლებლები რეგიონებში, სათემო დონეზეც კი, ერთგვარი კოლეჯების სტილის სასწავლებლები რეგიონებში, რაც თბილისში დღეს ძალიან ბევრია. რომლებიც უფრო მეტად დიდ გამოცდილებას და ცოდნას აძლევდა ახალგაზრდას ადგილობრივ დონეზე, ვიდრე სკოლა ან ასე შემდგომ. ეს ყველაფერი უნდა განვითარდეს. წარმოუდგენელი არის ცენტრალიზაცია და მიუღებელი არის ჩემი აზრით, ვინაიდან ეს კონგლომერატული თავმოყრა ახალგაზრდების საერთოდ გათიშავს რეგიონებს. ახლანდელი მთავრობის პროგრამა, რაც მიმართული არის მაღალმთიანი რაიონებში ცხოვრობი ახალგაზრდების ოჯახის შექმნის მდგომარეობაში სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას, ეს ყველაფერი არის ეჯერადი წახალისება ერთის მხრივ, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სტაბილურ გრძელვადიან შედეგს. კი, შესაძლებელია შენ შექმნა ოჯახი მაღალმთიან რაიონში ადგილობრივთან ერთად და ეს რაღაც კაპიტალი გამოიყენოს ადრეს ეტაპზე, მაგრამ შენ ჭირდება გრძელვადიანი პერსპექტივა და გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობის საქმიანობა. შენ ჭირდება ელემენტარული ისეთი თუნდაც სოფლის მეურნეობის საქმიანობა, რაც რეგიონებში გასავითარებელი არის, რომელიც მოგიტანს სტაბილურ ეკონომიკურ სოციალურ კეთილდღეობას. დღევანდელი სამთავრობო რეფორმა, სოციალური, ასე ვთქვათ, რეფორმები ნაკლებად ორიენტირებული არის და ხშირ შემთხვევაში არ არის რელევანტური რეალობასთან და არ არის რელევანტური მოთხოვნილებათან, რაც არის ადგილზე რეგიონებში. დღევანდელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს რეფორმა, რაც მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ასე ვთქვათ, საქმიანობასა წინაპრად წამოწევს ემსახურება, არ არის ჩემი აზრით რელევანტური არანაირად რეალობასთან. წარმოიდგინეთ, თქვენ ახალგაზრდა რეგიონში ავიღოთ, რომელსაც აი თუ სურს ამ პროგრამით ისარგებლოს, უნდა ქონდეს იდეა, უნდა იყოს დამოკიდებელი, უნდა ქონდეს ასე ვთქვათ, მეწარმეობის უფლება და მას უნდა ჭირდებოდეს მინიმუმ 150.000 ლარი, რომ ეს გრანტი რეალურად მასზე გაიცეს.
დღეს ძალიან რთული და იშვიათობა არის რეგიონში სოფლის მეურნეობის საქმიანობა დაიწყო, ანუ სტარტაპი მოახდინო ამის და შენ გჭირდებოდი შეიძლება მინიმუმ ბევრად ნაკლები კაპიტალი, ვიდრე ეს პროგრამა ითვალისწინებს. აი ამ ნონსენსს, რასაც მე ვხედავ და აი ამ დისბალანსს, რაც არის რეალობასა და პროგრამას შორის, არ მოაქვს შედეგი. ეს ყველაფერი არის ფორმალურად სახელმწიფო ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამა, რომელიც ატარებს ხოლმე იმ ხასიათს, რომ მე შევქმენი და მოიხმარს თუ არა ახალგაზრდა ეს მასე დამოკიდებული. უფრო ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფო ერთის შედეგზე და არა ფორმალიზებაზე. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის რეგიონებში ჩვენ ხვდებით ძალიან რთულ და ძალიან ცუდ აი რელიგიურ გენდერულ სტერეოტიპებს ამ თემაზე მინდოდა თავიდან მესაუბრა და ეხლა ოროდეს სიტყვით თუ შეიძლება ძალიან ამხრივ გამოირჩევა ის რეგიონი გენდერულ სტერეოტიპებზე მაქვს საუბარი ძალიან ბევრი ფაქტი მოხდა ფატალური ფაქტი მოხდა ბოლო პერიოდში ეს და როგორც ეს ადგილობრივი ახალგაზრდები ასე ვთქვათ ჩემთან საუბრისას ამბობენ რომ პრობლემა არის არასათანადო განსხვავებით იმ გზებზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება იქ. თქვენ შეიძლება არასათანადო ორგანიზაცია კახეთ განვითარებისა და რეინტეგრაციის ცენტრი მუშაობდეს იქ ადგილზე და აივნოს რომ გენდერულ თანასწორობას უნდა იყოს დაცული, მაგრამ შინაარსობრივად არ ხდება მისი რეალობაში გატარება, არ ხდება მისი დაკვირვება რამდენად ხორციელდება. და ძალიან უხეში ჩარევა არის გენდერულ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებებში სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან. ეს უკვე ძალიან სხვა თემა არის. რაც შეეხება რელიგიურ ტრადიციებს, ესეც ერთი მხრივ აფერხებს ადამიანთა თვით განვითარებას და თვით რეალიზაციას. ისეთ რელიგიურ ეთნიკურ უმცირესობებში, როგორც არის ქვემო ქართლში ეთნიკურად მუსულმანი სეგმენტი, აქვთ ძალიან არასწორი მიდგომა გენდერულ საკითხებში, ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობებში, მათ საქმიანობებში. ძალიან შეწყვილებები არიან აქ ქალბატონი, აი ახალგაზრდა მანდილოსნები ასე ვთქვათ და მათ არ აქვს სოციალიზაციის არანაირი უფლებაც კი და არც შესაძლებლობა. და წარმოიდგინეთ ასეთი პრობლემების, ასეთი ფონის, ასეთი მდგომარეობის დროს ახალგაზრდა ხდება ერთგვარად კარგავს თავის პიროვნულ იდენტიფიკაციას, ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას, მას არც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავის გაცნობიერება და გათვითცნობიერება მოახდინოს და შემდგომ ძალიან რთული არის ადგილის დაკავება საზოგადოებაში. და შემდგომ ძალიან რთული არის საქმიანობის დაწყება, რომელიც მოახდენს უკვე სხვა მსგავს პრობლემებს მყოფი ახალგაზრდების დახმარებას. ერთი მხრივ აი ამ საქმიანობაში უნდა ჩაერთოს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მექანიზმები უნდა გატარდეს. მეორე მხრივ ადგილობრივ დონეზე შიდა თვითმმართველობითი ორგანოები უნდა იყოს ორიენტირებული, რომ საკუთარ რაიონში ან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა მაქსიმალურად წაახალისოს, მაქსიმალურად მოტივაცია მიცეს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს, მაქსიმალურად ასე ვთქვათ არ მოახდინოს მისი გადინება რაიონიდან და ის ჩართას როგორც შიდა ადმინისტრაციულ საქმიანობაში, ის ჩართას სათემო საქმიანობაში, რეგიონულ განვითარების სამინისტრომ კარგი პროგრამა წამოიწყო და ახალი რეფორმები რაც ნიშნავს სათემო თვითმმართველობების არსებობას და ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ საკრებულო საქმიანობებში, ეს ყველაფერი ერთის მხრივ უმაღლეს მოტივაციას ახალგაზრდებს, მაგრამ ეს პრობლემა საკმარისი არ არის. ერთის მხრივ ასევე ვთქვათ, რომ დავამატო თვითრეალიზება პიროვნული ყველაზე რთული და სპეციფიკური თემა არის, რაც ჩემი აზრით უკვე განაპირობებს პროფესიულ თვითრეალიზებასაც. თუ ახალგაზრდას ჩვენ შევუქმნით რა რეგიონში პლატფორმას, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საკუთარი თავის გათვითცნობიერების, საკუთარი უნარჩვევების გაგების და შემდგომ მოახდენს აი ამ ყველაფრის გადმოტანას საზოგადოებაში საქმიანობის დაწყებას, ეს ყველაფერი მოგვიტანს სტაბილურ და გრძელვადიან შედეგს, რაც აუცილებლად საჭიროებს დღესვე რეაგირებას. და რა ვიცი, თქვენ ახსენეთ ბოდიში უნდა გკითხოთ რომ თქვენ ახსენეთ უნდა დარჩენ რეგიონში ახალგაზრდებია. აგრეთვე თქვენ საუბარი გქონდათ იმაზეც რომ უნდა იყოს რაღაც პროფესიული ორიენტაციის სასწავლებლები, ან მოხდეს თქვათ გადმოტანა სასწავლებლის ცენტრით. კი ბატონო, მინდა გამძეთ ორ კითხვაზე პასუხი. ერთდროულად იქნებ რომ ან ზოგადად ვის ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისგებლობა, როდესაც ეს რაღაც პროფესიული ორიენტაციის სასწავლებელი გაიხსნება, რასაც მოგეხსნება ძალიან დიდი დატვირთვა ექნება და შენახვაც როგორც შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი იქნება პირველი ეს და მეორე მაგალითად არსებობენ რეგიონში ახალგაზრდები რომლებიც მოდიან ქალაქებში იწყებენ სწავლას აქვე ფუძნდებიან და უკვე აღარ ბრუნდებიან უკან იმიტომ რომ არ არის იქ რეალურად არც ინფრასტრუქტურა არც შესაძლებლობა იმის რომ თავიანთ თავის რეალიზაცია მოახდინონ რეალურად ის რაც აქ ისწავლეს მაგრამ არიან კატეგორია ახალგაზრდების
რომლებიც უბრალოდ რჩებიან და ან სოფლის მეურნეობას მისდევენ, ოღონდ არ მასშტაბოს, არამედ ისე რომ თავი გაიტანონ, მაგრამ თუ არსებობს იქ, თუ იარსებობს უბრალოდ პროფესიული ორიენტაციის შეუძლიათ ამ ახალგაზრდებს იქ დასაქმდნენ, რეალურად დაეუფლონ საქმიანობას და დარჩენ თავიანთ რეგიონში. თუნდაც თქვენ ახსენეთ ერთჯერადი ასევე პროგრამები, რომელიც მთლიან მასშტაბურ შედეგს არ გამოიტანს. ეს თანხა, მაგალითად, რაც ერთჯერად თუნდაც ის ვინც შექმნის მაღალმთიან რაიონში ოჯახს, თქვათ გადაიცემა რაღაც კოლოსალური თანხა, ხო? ანუ ეს თანხები რო იქნას შეგროვილი და ამ ერთჯერადი პროექტების ნაცვლად მოხმარდეს, მაგალითად, თუნდაც ამ პროფესიული ორიენტაციის მქონე სასწავლებლების შექმნას. ამ შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ რეგიონიდან არ წავიდნენ, ან რეალურად რეგიონიდან გავწდეთ შემდეგ და მინდა ასევე პარალელი გავავლოთ ზოგადად ქვეყანაში. მე ვიცი რამდენიმე ქვეყანა, სადაც თუ აგზავნიან სასწავლებლად და თუ უხდის სახელმწიფო მას ფულს, რეალურად სწავლის შემდეგ ისევ ბრუნდება ქვეყანაში და იმ რეალურად იმ ცოდნას, რაც იქ მიიღო, ახმას თავის ქვეყანაში. და საქართველოში ეს არ ხდება სამწუხაროდ. მაღაზე მინდა თქვენი. საქართველოში ეს პრობლემები, ეს რეალობა არის ერთგვარად ერთმანეთს თამდება და პირდაპირ კავშირში არის მიზეშედეგობრივად რეალობასთან. რაც შეეხება იმ პროფესიული სასწავლებლების არსებობას რაიონებში, ამ სასწავლებლებში მოხდება ერთის მხრივ აი ამ ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაც უნდა ხდებოდეს ჩემი აზრით. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ახალგაზრდა, რომელიც დაიუფლება პროფესიას. პროფესია არ ნიშნავს მხოლოდ ტექნიკურ საქმიანობას და ასე შემდეგ. პროფესია ნიშნავს იმას, თუნდაც მცირე ბიზნესის დაწყების, მცირე ბიზნესის და ასე ვთქვათ, წარმოების და ასე შემდეგ სოფლის მეურნეობის საქმიანობას. ამ შემთხვევაში, როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ ასეთი გარემო არის შექმნილი, სადაც მას შეუძლია საკუთარი ასე ვთქვათ, გამოცდილება ცოდნა მიიღოს, ასევე მას შეუძლია შესაბამისად ამ ცოდნით დასაქმდეს, ან თვითონ შექმნას სამუშაო გარემო და სამუშაო ვაკანსიები, როდესაც ახალგაზრდას აი ეს რეალობა აქვს, მას ნაკლები სურვილი და мотиваცია აქვს თავის რეალურ ადგილმდებარეობასაც ის დაფუძნდა და სადაც ის ოდითგანვე ასე ვთქვათ ცხოვრობს, ასე ვთქვათ, დღემდე მოვიდა ასე ვთქვათ, ჩამოშორდეს და გადავიდეს თუნდაც ქალაქ შორის ცენტრებში. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენ ადგილზე შექმნით ისეთ გარემოს, რომელიც კომფორტულად აყოფს ადამიანს, მას მიცემს განვითარების შესაძლებლობას, მას მიცემს არსებობის შესაძლებლობას, მას მიცემს мотиваციას. აი ამ ყველაფრის მიწოდება, აი პლატფორმის აქონის შექმნა დღეს არის ერთი მხრივ სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა ამოცანა. და აი ამ ასე ვთქვათ, რეალობის შექმნის შემდგომ ახალგაზრდას მეტად მეტი мотиваცია და სურვილი აქვს, რომ დარჩეს ადგილზე და თვითონ იყოს შემოქმედი, თვითონ განავითაროს თავისი რაიონი თუ სოფელი, თვითონ იყოს წარმმართველი იმ რაიონში, იმ კონკრეტულ თემში, როგორც პოლიტიკის, ეკონომიკის თუ სოციალური საკითხების წარმმართველი. და ეს ერთის განერგავს კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ახალგაზრდებში საზოგადოებაში, რომ ისინი იყვნენ არა მხოლოდ ნებისმიერი ასეთი პროგრამის მონაწილე და გამხორციელებელი, არამედ ორგანიზატორი. დღეს ძალიან სიმწირეს წარმოადგენს ორგანიზებისა და ასე ვთქვათ, შემოქმედითობის უნარის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში. საერთოდ ნებისმიერ შემოქმედითობა შეუძლია თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ ახალგაზრდას, ვისაც აქვს ისეთი გარემო, სადაც ის მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი იდეების, შესაძლებლობების, უნარების განვითარებას და რეალიზებას. და აი ჩვენ სწორედ უნდა ვეცადოთ, რომ სწორედ რაიონებში იყოს აქცენტი და რეგიონებში იყოს აქტიური აქცენტი, რომ ერთგვარი ფონი შეიქმნას ეკონომიკურ-სოციალური, თუნდაც პოლიტიკური კეთილდღეობის. და სწორედ ეს ადამიანები მე მოგცემენ ჩვენი ადგილობრივ აქტიურობას და აქტივიზმს ამ მიმართულებით. ამ მხრივ უმეტეს ყოვლისა სახელმწიფო რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვახსენე, უნდა დაიწყოს საქმიანობა. ამ მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობითი თემის წარმომადგენლობები უნდა ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანები არ მოხდეს მათ გადინება რაიონიდან ან რეგიონიდან. უნდა ცდილობდნენ ადგილობრივი თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ამ ადამიანების შრომითი კაპიტალი, თუნდაც გონებრივი კაპიტალი და რესურსი იყოს მაქსიმალურად ადგილზე რეალიზებადი და ადგილზე მოხმარებადი იმ პრობლემას და იმ თემატიკას, რაც აწუხებს თემს კონკრეტულ რაიონს თუ რეგიონს. ამ ყველაფერში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა არის მეტად მნიშვნელოვანი და რატომ? არასამთავრობო სექტორმა ერთის მხრივ სრულიად უანგაროდ ცდილობს აი ესეთი ახალგაზრდების ჩართულობის ზონის ამაღლებას სამოქალაქო აქტივიზმში, ცდილობს იმას, რომ ადამიანი იყოს ერთის მხრივ ორიენტირებული როგორც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების საკმაყოფილებაზე, ასევე თვითონ შექმნას რაღაც ახალი, თვითონ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, თვითონ იყოს ინიციატორი ყველაფრის ადგილობრივ დონეზე. და მას ჩვენ
შეგვიძლია ამ ადამიანებს რა თქმა უნდა იყოს საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა სახელმწიფო მხრიდან და უნდა ხდებოდეს მათი ასე ვთქვათ ერთგვარად განათლების მიღების მიზნით სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მათი გაგზავნა და ასე შემდგომ, თუმცა ამ ადამიანებს თქვენ ვერანაირად ვერ აიძულებთ სახელმწიფოში დაბრუნებას, ისინი დამოკიდებული ინდივიდები არიან მოგეხსენებათ, თუ მათ არ უღირთ ქვეყანაში დაბრუნდეს და საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოახმაროს და რეალიზებადი იქნას საქართველოში და ადგილობრივ დონეზე. ან ჭირდება პირობები, რომ შესთავაზო. პირობები უნდა შესთავაზო, შენ აუცილებლად, ასე უნდა შეუქმნა საქართველოში ისეთი ფონი, ისეთი განვითარების ისეთ დონეზე უნდა მიიყვანოს ქვეყანა, რომ უღირთ ადამიანს დაბრუნება. ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა და უპირველესი პრევენციის საჭიროების მქონე მიდგომები. და უკვე თვითონ არის ახალგაზრდა ამ შემთხვევაში წამოსვლელი იმაზე, რომ საკუთარი ცოდნა მოახმაროს ისევ თავის ახალგაზრდებს, ისევ თავის ქვეყანას, ისევ თავის სამშობლოს. დღეს ერთ-ერთი რაც მოუწევს ახალგაზრდებში არის ის, რომ ისინი სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ძალიან აქტიურად უდგებიან და ასე ვთქვათ შესაბამისად უდგებიან სახელმწიფო ინტერესებს. ამ მხრივ მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ ქვეყანაში იქნება ფონი, იქნება განვითარება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, ამ შემთხვევაში დამერწმუნეთ ის კადრები, რომელიც დღეს არის საზღვარგარეთ გასული, მათაც ექნება სრული და мотиваცია დაბრუნდეს საქართველოში და საქმიანობა დაიწყონ უკვე საქართველოსთან, საქართველოსთვის და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ ადგილობრივ დონეზე. ერთი მსხვრივ ეს ადამიანები საზღვარგარეთ ქვეყნებში ახდენენ პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზებას, მაგრამ საქართველოში ვინც კი ბრუნდება, აქ უკვე სხვა რეალობა ხდება მათ და ძალიან უჭირს შეუსაბამო საკუთარი გამოცდილება, საკუთარი ცნობა რეალობას. და აქ უკვე სხვა პრობლემას აწყდებიან თვითრეალიზაციის პროცესში და უწევთ თავიდან ყველაფრის მორგება, თავიდან ყველაფრის დაწყება და შემთხვევაში იკარგებენ ეს ადამიანები, ან ოჯახებს ქმნიან. და მე მithქმა მინდა, რომ საქართველოში არსებული რეალობა ნებისმიერ მიმართულებით იქნება ეს პოლიტიკური და ამის შემდგომ შეგვიძლია ჩვენ მე ვისაუბროთ უკვე უფრო პოლიტიკურ თემებზე, უფრო პოლიტიკურ პროცესებზე და უფრო მეტად დემოკრატიულობაზე. ჩვენ თუ არ შევქმნით მყარი საფუძველი, მყარი გარანტიები ქვეყანაში, დამიჯერეთ ეს ყველაფერი იქნება ან ერთჯერადი, ან მოჩვენებითი და არ მოვიტანთ ზერბადიან პერსპექტივაში შედეგს. მადლობა ბექა. ბოლოს კი მინდა გითხო, ზოგადად გვიყურებენ ახალგაზრდები, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ, ახალგაზრდები, რომლებიც ახლა გადიან იმ გზას, რომელიც შენ უკვე გაიარე და უკვე გამოცდილი ადამიანებიც. მინდა ურჩიო რაღაცნაირად ყოველთვის ჩემი გადაცემის სტუმრებს ვთხოვ ხოლმე, რომ აი თავის გამოცდილებიდან გამომდინარე ურჩიონ რა არის უკეთესი დღევანდელი ფონის ირგვლივ, რა უნდა გაკეთდეს, ანუ ჩვენზე, ანუ თუნდაც დღევანდელ ახალგაზრდებზე, თუნდაც სახელმწიფოზე რა ვალდებულებებიც იქნება, ანუ მაქსიმალურად თქვა წარმოიდგინო შესრულებადი იქნება და აი რა არის უკვე უშუალოდ მათზე დამოკიდებული და რამდენიმე რჩევა იქნება გადაცემის ბოლოს. ჩემი უშუალო რჩევა, რასაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ მეთანხმებოდა დღემდე, თუმცა ეხლა მეთანხმებიან, არის ის, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად ეცადა, რომ მიიღო პრაქტიკული გამოცდილებაც. მე როდესაც პირველ კურსზე ჩავაბარე უნივერსიტეტში, მოკლედ ვიტყვი სიტყვით, თავიდან დავიწყე სამოქალაქო სექტორში და არასამთავრობო სექტორში საქმიანობა. თავაფუძედ არასამთავრობო ორგანიზაცია და ასე შემდგომ. და შევეცადე, რომ ჩემ თეორიულ ცოდნას რასაც მაჭრებდა უნივერსიტეტი, შემეთანხმები და შემეთავსებია პრაქტიკული ცოდნაც ამ ყველაფრის. და ამ მეთოდით, ამ მეთოდოლოგიით მე ომხრივად გავიზარდე. შენ დამოუკიდებლად აკეთებდი ყველაფერს. დიახ. მე დამოკიდებლად ვაკეთებდი ამ ყველაფერს, თუმცა არიან ადამიანები, არიან სუბიექტები, ვინც სწორედ აი ჩემნაირ და ასე მოტივირებულ ახალგაზრდებს მეტად ხელს უწყობენ. გვერდში უდგან რაც შესაძლებელობაც კი დღეს საქართველოში არსებობს. ყველაზე კარგი ერთი გამომახვილო ყურადღება საქართველოში ბოლო პერიოდში დაინერგა პრაქტიკა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მხარდაჭერი პრაქტიკა. არსებობს ასეთი პროგრამა სამრეწველო პალატის ბიზნეს ინკუბატორი, ასევე საქართველოს უნივერსიტეტიდან დაიწყო სტარტაპის ერთი პროგრამა, რომელიც აი ჩვენაირ ასეთ ახალგაზრდებს როგორც რეგიონებში, ასევე თითქმის ასე ვთქვათ, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას, რომ თუ მას აქვს რამე ინიციატივა, ის არის აქტიური, აქვს რაღაც ბიზნეს იდეა, ან რაღაც გაკეთება უნდა, ტექნიკურ, მატერიალურ და გონებრივ ადამიანურ დახმარებას უწევს ამ ყველაფერს და აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავის თვითრეალიზაცია დაიწყოს, თვითონ დაიწყოს ეს ყველაფერი. მხარდაჭერა ამის არსებობს.
ერთი მხრივ მთავარი არის ახალგაზრდაში ნება, პოლიტიკური ნება, ყველაფრის საქმიანობის და რაც ყველაზე შესაძლებელი რაც არის მე ახალგაზრდებს რომ თვალი გადავავალოთ, დღევანდელი ცხოვრება არასდროს არ იძლევა შედეგს რელევანტიან პერსპექტივაში და ყოველი მომავალი დღე არის განსხვავებული და შენ დღევანდელი ცხოვრებით ვერასდროს ვერ იქნები რელევანტური ხვალინდელობასთან. შენ უნდა ფიქრობდე ზეგინდელობაზე, რომ ხვალ იყო უფრო მყარი და უფრო წარმატებული. და თუ ახალგაზრდები აი ამ მიდგომას გაითვალისწინებენ და გაითავისებენ, რომ უნივერსიტეტებში მარტო თეორიული ცოდნას შეუსაბამო და დროის მიხედვით პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ თავის პროფესიაში თუნდაც ან ნებისმიერ სხვა თემაში. ამ მხრივ დამიჯერეთ ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება მათი კარიერა და უფრო განვითარდებიან ამ თავარი არის. დღეს არის ახალგაზრდების ნაკლები კონკურენცია. დღეს არ არის კონკურენტული გარემო საქართველოში, არც პოლიტიკურ ასპექტებშია. დღეს პოლიტიკური ახალგაზრული ელიტა არ ყავს, ახლა სწორედ დიდ პოლიტიკურ ელიტაზე. აი ამ ყველაფერს ჭირდება აი ესეთი ღრმხრივი მუშაობა თემატურად, საკუთარ თავზე მუშაობა რამს თავარი არის. და უნდა ეცადო რომ შენ აი ესეთი ბარიკადები არ ელოდებოდე შენ ვიღაცისგან რომ მაგალითად ახლა ვინმე გამოგიყობს გრანტს დიდ თანხებზე და შენ შექმნის ასწავლოს ამას არ უნდა ელოდებოდე შენ ეს ბარიკადები უნდა დაანგრიო შენ უნდა ეცადო იმას რომ სადაც არ შეგიძლია აი ასფალტში ამოხვიდე ვამბობთ ხოლმე ეს ახალგაზრდების საუბრისას პატარა ახალი მცენარეებსავით აი ეს რეალობას შენ თუ დღეს გაარღვევ დამიჯერეთ თვითონ შექმნი პოლიტიკურ ფონდს საზოგადოებაში და ისეთ ახალგაზრდებს შემოიკრებ გვერდით რაც მე საბედნიეროდ ყავს უკვე ვინც ამ ყველაფერში თანამონაწილეობა იქნება და უფრო განავითარებს სამხალხო საზოგადოებას. რა ვიცი, ეს შემიძლია მარტო რაც თქვა, დანარჩენი სადაც რა ვიცი, უკვე თანდაო ცხოვრებისებური პროცესები არის და ახალგაზრდები ეს არის საზოგადოების მთავარი ძალა, ენერგია, რაც იყო 90-იანებში, მოდი ამასაც დავამატებ ორი სიტყვით შევეხები. ახალგაზრდები იყო მთავარი წარმმართველი საქმიანობის პროცესების 89 წელი ავიღო თუნდაც 9 აპრილი აი თითქმის ყველა პოლიტიკურ თუ სხვა თემებზე ახალგაზრდები იყვნენ ინიციატორი, წამომწყები, განხორციელებელი, შედეგის მომტანი. დღეს ეს ყველაფერი ნელ-ნელა რაღაც ქრება, ან ყვება, ან ახალგაზრდებს სხვა მიდრეკილები და ღირებულებები აქვს. აი ამის შეცვლას ვცდილობთ, ამის შეცვლას დაახლოებით ჭირდება პერიოდი, მაგრამ ეს ყველაფერი მიღწევადი. თავარი ამის პოლიტიკური ნება, იმის სურვილი, რომ ეს უნდა ჩემ თავზე ავიღო, ეს ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული და სხვა არავის რომ ჩემი წარმატება დამოკიდებულია ჩემზე. რა ვიცი, ამას თუ გავითავისებთ ახალგაზრდები, ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება მომავალი ცხოვრება და კარიერაც. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბექა რომ მოგზაურდი ჩვენთან, ესე იგი მოტივაცია, თეორია პლუს პრაქტიკა, გამოცდილება. ჩვენ კიდევ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით და ახალგაზრდული პოლიტიკა ისევ შემოგიერთდებათ ეთერში. ნახვამდის.